საქართველოში შეღავათიანი აგროკრედიტით 7371-მა მომხმარებელმა ისარგებლა. საბანკო სექტორმა აღნიშნული მიმართულებით 202.548.725 ლარის სესხი გასცა. სამუშაო შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის 8 თვიანი მუშაობა შეაჯამა. პროექტ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფინანსებით ახორციელებს. მასში 13 ბანკი და 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა ჩართული. კომერციული ინტერესები კრედიტი მოხსენებათ ეს არის კომერციული ბანკების გადასაწყვეტი ვის მისცემენ, ვის არ მისცემენ. შესაბამისად კომერციული ბანკები ახორციელებენ დამოუკიდებლად საკრედიტო პოლიტიკას და ის ვინც სამწუხაროდ ვერ ესადაგება მათ პირობებს რჩება კრედიტის გარეშე. მაგრამ ეს არნიშნავს რომ მათ შეღავათიანი კრედიტი ვერ მიიღეს. მათ ვერ მიიღეს ზოგადად კრედიტი. კრედიტის მიღებისთანავე ავტომატურ რეჟიმში ხდება ეს კრედიტი შეღავათიანი. ანუ სააგენტოს გახლავთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, რომელიც ახორციელებს შეღავათიან აგროკრედიტს. სააგენტო ავტომატურ რეჟიმში ჩაურთავს თანადაფინანსებას და მეორადი უზრუნველყოფის პირობებს. უშუალოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროექტი წარმატებული გამოდგა, ძალიან დიდი იყო ინტერესი ფერმერების მხრიდან, ბევრი ახალი მომხმარებელი მოგიჩნდა, ძალიან ბევრმა ისეთმა აიღო კრედიტი და გააფართოვა თავის მეურნეობა, რომელიც ამ ეტაპზე აქამდე არ სარგებლობდა სესხებით და ცხადია, რაც კარგია ჩვენი კლიენტებისთვის, ის კარგია ბანკებისთვისაც. ხელმისაწვდომი გახდა უფრო სესხები გაიაფთა გაცილებით და შესაბამისად ფინანსური რისკები გაიზარდა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტმა საკმაოდ დიდი ბიძგი მისცა საქართველოში სოფლის მეურნეობის აქტივობის დაწყებას. 1-დან 3%-მდე სესხებით ბევრ კომპანიას უნდა რომ ისარგებლოს, შესაბამისად იყო ახალი ინიციატივები, ამ ბიძგმა შესაბამისად გააქტიურა ბანკებიც ამ სექტორში.